ბოლოდროინდელი რიტორიკის ფარგლებში ჩაჯდა ბოლო განცხადება კახიკალაძის ევროკავშირის ელჩის მიმართ, რომელმაც ქართული ენაც შეისწავლა და მისი მცდელობები ადგილზე, რომ ეს ურთიერთობები რაღაცნაირად იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მოკლედ საპასუხო ტიპის თავდასხმებს იღებს. როგორ გამოიხმაურებოდით თქვენ ამას? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. მე დავიწყო თქვენი ბოლო რეპლიკით ისეთი, როგორიც უნდა იყოს ეს ურთიერთობები. სანამ ქართულ ოცნებას აქვს მიტაცებული ძალაუფლება და სანამ უზურპირებულია ყველა ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, მანამ ჩვენ გვექნება აღრეული ღირებულებების რეალობა, სადაც მტერი იქცა მოყვარეთ და მოყვარე მტრად, ხო, ანუ მტრის არ მცნობი მოყვრის მგმობი რაღაც მსგავს ვითარებაში ვიმყოფებით. ამას ვაუბრობ, იმიტომ რომ რეალურად ქართული ოცნების რეჟიმი დაშორებულია იმ ღირებულებებს, იმ ცივილიზაციურ ღირებულებებს და ქრისტიანულ ღირებულებებს, რაზეც დგას ზოგადად ეს 27 სახელმწიფოს ერთობა, სადაც ყველას აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობები და მათ რო კითხოთ სუვერენიტეტს გვართმევენ. რაღაც ცივი ომის ფაზაში ვიმყოფებით ჩვენს მეგობრებთან, ხო და ვეხუტებით აქედან მტერს. სინამდვილეში რაც უნდა ვიცოდეთ, მანამ სანამ ეს ვითარება არსებობს, მანამ სანამ ამ ადამიანებს აქვთ მთელი სახელმწიფო, ეს ვთქვათ, მორგებული ერთი რუსი ოლიგარქის ინტერესებზე, რუსი ოლიგარქის, რომელიც რუს ოლიგარქად იქნა აღიარებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ამ საფუძვლით არის დასანქცირებული, მანამდე ჩვენ ვიქნებით ამ ვითარებაში მუდმივი ქაოსის, დესტაბილიზაციის და დაპირისპირების და არასდროს გვექნება შანსი იმის, რომ მოვიპოვოთ რაღაც მართლა რეალური, მყარი, სტაბილური მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარება, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა. კი ბატონო, ნიკა, მინდა რომ შიდა პოლიტიკურ ამბებზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ოპოზიციური რვიანი, ასე ვუწოდეთ, ასე უფრო მარტივია, რომელიც ბოიკოტში თუ წინააღმდეგობაში მყოფი პარტიების, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ. კი ბატონო, წინააღმდეგობაში მყოფი პარტიების გაერთიანება დაანონსდა თუ არ ვცდები დღეს 9 საათზე განცხადების გაკეთება. მესმის რომ ეს 9 საათზე გაკეთდება, მაგრამ მაინც წინსწრებათ რომ გვითხრათ რაღაცნაირად რა გეგმით, სქემით აპირებთ სიარულს, რაღაცნაირად დროის გაჩერება როგორ გაქვთ, აი 5 ოქტომბრამდე, შემდეგ იმიტომ რომ რაღაც მნიშვნელოვანია ამ ხრივ რაღაცნაირად თარიღების მონიშნა შეიძლება. მე არ შევხედავდი როგორც 5 ოქტომბრამდე, 22 აგვისტომდე, 10 სექტემბრამდე და ასე შემდეგ. მე არ მგონია ზოგადად სწორი ცოცხალ პროცესში, წინააღმდეგობის ცოცხალ პროცესში თარიღების დაკიდება და თარიღების დაკიდება, რომ თითქოს ეს თარიღი იქნება გადამწყვეტი და ასე შემდეგ. ასე არა, მაგრამ აი რაღაცნაირად გეგმის განსაზღვრა რაღაც პერიოდებით, იმიტომ რომ კი ესე მაინც თან გაწელილ კრიზისში ყოფნაც კი რაღაც ემოციურ არ ვიცი. დაღლილობას იწვევს ემოციურად საზოგადოებაში. მესმის რაც საუბრობთ, უბრალოდ მე აქ მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ხშირად არასწორად იგებს ამას საზოგადოება, რომ თითქოს რაღაც 5 ოქტომბერს ყველაფერი დასრულდება, ან 10 აგვისტოს, ან 15 აგვისტოს ასე შემდეგ. არა, დაკიდებულ თარიღს ვინც ვინმე შესთავაზებს, ის უბრალოდ ატყუებს საზოგადოებას და მათ შორის არც ვარდების რევოლუციის დროს ამ ქვეყანაში არავინ არ იცოდა, როდის მოვიდოდა ისულებები, ადამიანებმა იცოდნენ, რომ იქ საკუთარი პრინციპების, ხედვების და იდეალების გამო უნდა მდგარიყვნენ მანამ სანამ საკუთარ სტრაფი პროცესი მანამ სანამ მივდივარ, აი მივალ მაქამდე ზუსტად მანამ სანამ იმ შედეგს არ მიაღწევდნენ, რისთვისაც უნდა მიაღწიათ. არ იცოდნენ მათ შორის არჩევნებიდან 23 ნოემბრის არჩევნები რაღაც 20-დღიანი პროცესია. ჩვენ ახლა 250-დღიანი პროცესია. შეიძლება უფრო მეტიც. სისტემა სხვა იყო და განსხვავებული ვითარება იყო ზოგადად ქვეყანაში. უბრალოდ წინააღმდეგობის მოძრაობების ტრადიციებიდან გამომდინარე არ შეიძლება მსგავსი თარიღების დაკიდება. რაც შეეხება იმას, რა მოხდება 9 საათზე და ასე შემდეგ. ერთ-ერთი რაც უნდა ვიცოდეთ და რისი უფლებაც მაქვს ამ შემთხვევაში, საჯარო თქვა არის ის, რომ ჩვენ როგორც აქამდე მოვედით 9 საათზეც იქნება გაცხადებული ის შემდეგი ნაბიჯი, რისი პირობაც დავდეთ. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია სამი ძირითადი კომპონენტის არსებობა, თუ გინდათ გეგმა დავარქვათ, თუ გინდათ პრინციპები, რასაც დაეფუძნა და აი დაფუძნებით უნდა გაგრძელდეს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა. პირველი არის არ თანამშრომლობა რეჟიმთან, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა რეჟიმს, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა და ყოველთვის უნდა ამოვიდოდეთ იქიდან, რაც არ სურს რეჟიმს, რაც აყენებს მათ მდევრის. ვფიქრობთ, რომ არ უნდოდა მას თქვენი ბოიკოტში ყოფნა? კი, ვფიქრობთ ასე და ამის კონკრეტული. კი, ყველა რომ არჩევნებში ჩართულიყავით, თბილისში შეიძლება დაეკარგა და იქნებ ბოიკოტი აწყობდა ოცნებას. თბილისში, რომლის ნახევარზე მეტი 79% დაახლოებით ამბობს, რომ არ სჯერა ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების ერთი. ნახე, ნიკა, სხვა მოცემულობას ვამბობ. ნახე, თბილისი 2024 წლის არჩევნებითაც ახალ ველოსიპედს გაყალბების ხომ ვერ მოიფიქრებს, მან ყველა რესურსი
გამოიყენა და დახარჯა 2024 წელს. ასეთი დიდი წარმოდგენაც ნუ გექნებათ, რომ ეხლა ერთ სეზონზე რაღაცა თან ამ პოლიტიკური შიდა და გარე კრიზისების დროს რაღაც ახალს მოიფიქრებს. ამიტომ დავაზუსტებ კითხვას და რა თქმა უნდა გექნებათ დრო პასუხის. ამ ვითარებაშიც კი ის თბილისში დამარცხდა ოცნება, იმიტომ რომ შედეგმა ეს აჩვენა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ვინც იყო შედეგის თვალსაზრისით, იყო ის ჯგუფი, კოალიცია 4 ნომერი. თქვენ ლამის 100.000-მდე ხმა გქონდათ და ოცნებას 260.000. ანუ ხვდებით რა ტიპის პროპორცია? მე რომ მოცნების ადგილზე ვიყო, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ არ ვიცი, ხო იცით, იარლიყების მიწერა არც თქვენ პარტიას ეშლება და არც სხვა პარტიებს და არც სხვადასხვა აქტივისტებს, მაგრამ აუცილებლად ენდომებოდა ჩემი დაკვირვებით ოცნებას თქვენი ტიპის პარტიის გამოთიშვა არჩევნებიდან, იმიტომ რომ კიდევ იგივეს ხომ არ იზამს ამ ხელა დაკვირვების ქვეშ. ამიტომ ძალიან სადავოა ოცნებას რა უნდა. რომელი დაკვირვების ქვეშ? მე შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობა შეიცვალა დეკემბრის ბოლოს. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს და სადაც ფაქტობრივად შიდა დაკვირვების ქვეშ თუნდაც ჩვენც რომ დავაკვირდებით ახლა. თქვენ ახსენეთ შიდა და გარე პოლიტიკური კრიზისები და დაკვირვებები. ფაქტობრივად გამორიცხულია ერთი გარე დაკვირვება, იმიტომ რომ ეუთოუდირთან დაკავშირებით ნახეთ მოიქცნენ მილოშევიჩივით, პუტინივით და ლუკაშენკოსავით. ამ სამ ადამიანის ისტორიაში, რომლებიც მონაწილეები არიან ამ შეთანხმების, რომ ეუთოუდირი უნდა აკვირდებოდეს იქ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და საარჩევნო დღეს, მეოთხე გახდა ბიძინა ივანიშვილის. აღიარეთ სხვათა შორის ამბობს ოცნება, აღიარეთ ეუთოს დასკვნა და ხვალ 20 წუთში გავუგზავნით ოდირს მოწვევას. რომელი დასკვნები, რომელშიც საუბრობენ, რომ კრიზისი არ განიმუხტება მანამ სანამ არ იქნება ჩანიშნული, მანამ სანამ არ დაბრუნდება ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და ნდობა რო დაბრუნდეს, ამისთვის საჭიროა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებზეც მიუთითებს მათ შორის ეუთოუდირი, იქნება ეს კანონმდებლობის გაუქმება, პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება, სხვა შორის მსგავსი ჩანაწერები არ არსებობდა არასდროს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მოითხოვა პირველად ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ანუ პირველად ხდება რაღაცები ისტორიაში, ზოგადად სოფლიო საპარლამენტო ასამბლეა უფრო თავისუფალი. სხვათა შორის ეუთოს გენერალურმა მდივანმა ასევე ოპოზიცია გააკრიტიკა, რატომ არ ისარგებლეთ თქვენი მანდატები და რატომ არ აიღეთ. გავცე პასუხი აუცილებლად რომ რაღაც ბუნდოვანება არ დარჩეს. თქვენ რადგან ახსენეთ ამ შემთხვევაში თქვენ კი არ გეპაექრებით უბრალოდ აზრებს. გეპაექრეთ კი ბატონო, სხვა მოპაექრე როცა არ ვცდილობ რომ ეს მისია რადგანაც ახსენეთ შიდა და გარე დაკვირვება, ფაქტობრივად გამორიცხულია ერთიც და მეორეც. იმიტომ კანონები, რომლებიც იქნა მიღებული, ეგრეთ წოდებული კანონები, რეალურად გამორიცხავს, მოდი ძალიან მარტივი მაგალითებით, რომ თქვა ეუთოუდირზე და სადამკვირვებლო მისიებზე ვთქვით, რომ მათ ჩამოსვლის, ეს თქვა არ მოიწვიეს და შემდეგ დაკვირვების უფლება ქვეყნის შიგნით აეგზავნათ, ანუ პირადობის გადამოწმების უფლებაც კი აეგზავნა და იმ აპარატზე დაკვირვების. ხო, ანუ აღარ შეგვეძლება მინიმალური ეგრეთ წოდებული კარუსელის პრევენცია თუ არა მე უბრალოდ საზოგადოებას მინდა რომ რეალობა აუსახო ბოლომდე რადგან ეს ხომ არ არის თქვენთვის შემაფერხებელი რის გამოც უასამბობთ ამ არჩევნებზე რადგან კითხვის ნაწილი იყოს არის ფაქტორი ეს არის ფაქტორი შემაფერხებელი არის ის და რა იცვლება არჩევნებით რომელსაც არ აქვს ის სტატუსი რომ შესაძლებელია მოხდეს ხელისუფლების გადაბარება ამ არჩევნებში მხოლოდ იმ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას რომელიც სტატუსობრივად ანუ თქვენი ამოცანა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წიციარულია ან ერთად კი ჩვენ ეს განაცხადი გავაკეთეთ მოცნება 4 ოქტომბერს ჩანიშნოს მეორე არჩევნები. ჩვენ ეს განაცხადი გავაკეთეთ და ამ განაცხადის ერთგულები ვრჩებით, მათ შორის ამ განაცხადს ხარი დაუჭირა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც აქვს აღიარება მთელი დასავლური სამყაროსგან. და განაცხადს დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა არც ეც არ დაუჭირა მხარი. მოდი ასე ვთქვათ, რომ რას დაუჭირა ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ არა, სალომე ზურაბიშვილმა დაუჭირა განაცხადს. არც ერთი გზა არ მოსწო. სალომე ზურაბიშვილმა დაუჭირა განაცხადს მხარი, რომელშიც ძალიან მკაფიო თქვა ადგილობრივი არჩევნებთან ერთად საპარლამენტო ან მანამდე. ეს განაცხადი მე მგონი ეს გავიგე, ცოტა ადრე განაცხადი. იმის წინამდებარე განაცხადი. ეხლა რომ 4 ოქტომბერს იყოს ორი არჩევნები ერთად, თქვენ ჩაერთვებით ამ არჩევნებში. გააჩნია პირობებს, ჩვენ ხო ვთქვით, რომ რეალურად ჩვენ ვიცით სტატუს-კოს შეცვლისთვის. სტატუს-კო რომ შეიცვალოს, ამისთვის საჭიროა რეალურად რეჟიმმა შეასრულოს ის დაკვეთა, რაც აქვს ქვეყნის შიგნით ერთი მის საზოგადოებას და აქედან გამომდინარე მისი საზოგადოების და გარე დაკვირვება და ეს ფაქტორები აღარ იმუშავებს მაშინ რუსული სპეცოპერაცია აღარ იქნება ეს არჩევნები. დათქმებით მეთქი მისი საზოგადოების ისტორიულ მეგობრებს. თუ აქ არსებითად სტატუს-კო არ შეიცვლება, თუ აქ არსებითად არ მოხდება ვითარების ისე გადატეხვა, რომ საბოლოო ჯამში ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა და შეიქმნას ისეთი გარემო, როგორც იყო მაგალითად 2012 წელს, რომ არჩევნების დღემდე იცოდა ყველამ, რომ ვითარება შესულიყო ეს სურნელი ტრიალებდა, ხო, ამაზე ყველა საუბრობდა და დღეს მათ შორის საუბრობენ იმ გუნდის, მაგრამ ყველა გძნობდა მაშინ 2012 წელს. იმ გუნდის წევრები საუბრობენ მათ შორის ლიდერები, რომ იცოდნენ, რომ არ წყდებოდნენ, ხო, კი, საუბრო საჯარო დაგვთ ეს განცხადებები გაკეთებული.
არა, ხო, მაგრამ შიგნით იყო ეს განცდანება. იგივე რო ავიღოთ ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის პერიოდი, ხო? არსობრივად სტატუს კვო როდესაც შეიცვალა, ეს დაკვირვებულად ნამდვილად რუსულ არჩევნებში შევიდა ზვიად გამსახურდია. კი შეიცვალა წესები, მაგრამ გადატეხილი იყო ვითარება. აქ ჩვენ არ გამოურიცხავთ ზოგადად არჩევნების ჩვენ არ უარყოფთ ზოგადად არჩევნების იდეას. ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ზვიად გამსახურდიას ტიპის პოპულარული ფიგურა ოპოზიციაში არ არის, თორე ეს 2024 წლის არჩევნებზე შეიცვლებოდა. ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ რეალურად ვითარებაც განსხვავებულია, დაკვეთაც სხვა არის. განსხვავებით 2003 წელს განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც ადამიანები რაღაც ერთი ლიდერს ენდობოდნენ. ხო, საზოგადოება ელოდებოდნენ, საზოგადოება გაზრდილია და რეალურად ელოდება იმას, რომ მართლა იქნება დაკვეთა იმაზე, რისთვისაც 2019 წლის 20 ივნისიდან ვიბრძოლეთ, ეს არის კოალიციური დაბალანსებული მართლობა, ხო, სხვა ჯგუფების. ამიტომ პროცესი თან ერთად შეხვალთ კოალიციაში, კოალიციურ მთავრობაში. პროცესი ეს რო პარტია რეალურად არის ხოცებად მონათლულ გახარიას გუნდთან თუ მოღალატეთ მონათლულ ლელოსთან ერთად ვისთან ხედავთ კოალიციაში? მოღალატეთ მონათლულ ლელოს გუნდთან ერთად. ლელო, ხო, ლელოს უღალატესო, მაშინ შედიან რუსულ სპეცოპერაციაში შედიან. ლელომ ჩემი აზრით პროცესი უღალატა, რას დავარქმევთ ამ პროცესს უღალატა, რას დავარქმევთ ამასთან? თქვენი ახლა არ მომისმენია, მაგრამ ხო ესეთი აზრია. ხო, ყველა სხვადასხვანაირი შეფასებები აქვს, შეიძლება ვიღაცამ ღალატი დაარქვას, ვიღაცამ თანამშრომლობა რეჟიმთან და ასე შემდეგ. ოღონდ ხო, საბოლოო ჯამში ლელომ რაც გამოავლინა, ეს იყო მათი არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა ამ საკითხის გარშემო. რაც შეეხება იმას, თქვენ რას თქვით, იმას უნდა დაუბრუნდე აუცილებლად, შეხვალ თუ არა ამ არჩევნებში, აი 4 ოქტომბერს ერთად რომ იყოს, კი, ეს მნიშვნელოვანი კითხვა. არსებითი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად გაჩნდეს ამ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა, ადამიანებს არ ქონდით შიში იმისა, რომ არჩევნებზე როცა ცდილობენ დაიჭერენ გზაში, არ მოექცევიან როგორც გიორგი ახობაძეს და საბოლოო ჯამში მათი ხმა იქნება განმაპირობებელი იმის, რომ ცვლილებას მოიტანს ერთი, მეორე. იკა ბოდიში აქვე გეტყვი. 20-24 წლამდე რთული ვითარება იყო პოლიტიკურ ლიდერებს სახლებთან ხვდებოდნენ და სცემდნენ. 20-24 წლამდე 63 პოლიტიკური პატიმარი არ ყავდა, 20-24 წლის არჩევნებამდე ჩვენ არ ქონდა 20-24 წლის არჩევნებამდე ჩემი სტუდიიდან გასულ პოლიტიკურ ლიდერებს მაგალითად ვინც ვიცი რომ ხუთი დაცვით არ დადის მაგალითად ცოტნე კობერიძეს თავის სახში სანამდე შევიდო და ვურეკავდი რომ ცოცხალი ხომ მიხვედი ვინმე ხომ არ გაგლახა იმიტომ რომ რაღაც პასუხისმგებლობას გძნობდი ჩემ სტუდიაში ისედაც ვიგზნობდი მაგრამ მე ამით დავიწყე სწორედ საუბარი ვითარება არსებითა დიდზე უნდა შეიცვალოს იმხელა ძალა უნდა ვაჩვენოთ რომ საბოლოო ჯამში სისტემამ ვერ გაბედოს მსგავსი კრიმინალური ნაბიჯების გადადგმა ანუ ჩვენ არჩევნებამდე უნდა დავამარცხოთ და ეს განცდა უნდა გავაჩვენოთ ამ განცდას ვერ გავაჩენთ თუ არ იარსებებს დაუსრულებთ თუ არ იარსებებს ნდობა იმ პოლიტიკური ძალების მიმართ რომლებიც ამ განაცხადს აკეთებენ ნდობა რომ არსებობდეს ამისთვის საჭიროა ამას საფუძვლად ედოს თანმიმდევრულობა იმისთვის რომ ადამიანმა დაინახოს რომ შენ სიტყვას არ გადაუხვევ და ერთგული რჩები იმ განაცხადის რაც გააკეთე თანმიმდევრულობა საბოლოო ჯამში აჩენს იმ ერთობას რაც თუ პარლამენტში არათანმიმდევრულია ლელო როდესაც მანდატს აგდებს და მიდის თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ რომ მე თუ მკითხავ, ყველას უნდა აიღო ხელში ის მანდატი, იმიტომ რომ ის შეიძლება მეტი ქონდა. ნუ და მეთანხმებით, მაგრამ აი ვიკამათო, შეიძლება მეტი ქონდა, მაგრამ ის ნამდვილად ხომ ისი იყო, მე მოქალაქემ რა დავაშავე რომ ჩემი ხმით მინდა რომ შენ აღჭურვე თქვენ როგორც მოქალაქემ ხმა ცვლილებას მიეცით თუ სტატუს კოს შენარჩუნებს. თქვენ ცვლილებას მიეცით ხმა. თქვენ როგორც მოქალაქეს, რომელმაც ცვლილებას მიეცით ხმა, რომელიც დარწმუნებული ხართ რომ თქვენი ქვეყნის კონსტიტუციის 78 მუხლი აი ეხლაც ევროპარლამენტის და ევროკავშირის წარმომადგენლის პრესპიკერის განცხადების საფუძველზე მარტო ეს ორი მაგალითი რო ავიღოთ გუშინდელს და 1 წლის წინანდელს და 3 თვის წინანდელს შევეშოთ რომლებიც დარწმუნებული ხართ რომ მხოლოდ ამ ორი განცხადებით თქვენი კონსტიტუცია ანუ თავარი შეთანხმება თქვენსა და სახელმწიფოს შორის თქვენს როგორც ერთ მოქალაქეს შორის ირღვევა თქვენ როგორც მოქალაქე დარწმუნებული ხართ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჰაერზე არ ისვრის სანქციებს რუსეთთან და FSB-სთან პირდაპირ თანამშრომლობის გამო თქვენ თვლით რომ ამ შემთხვევაში სტატუს კოს შენარჩუნება თქვენ როგორც აი ერთი დიანა ტრაპაიძე თქვენ ცოცხალ მაგალითებზე ვისაუბროთ. თქვენ თვლით რომ ამ სტატუს კოში, რომელიც ახლა გვაქვს, რომელიც საუბრობდით რომ ცოტნე კობერიძე სახლში მისვლამდე ვურეკავდი მაინტერესებდა მშვიდობით მივიდა თუ არა და უსაფრთხოდ მივიდა. თქვენ თვლით რომ ამ ვითარებაში თქვენ შულს ექნება თავისუფალი, უსაფრთხო, ბედნიერი გარემო. მაინტერესებდა მანდატი რომ ხელში არ დაიკავე ჩემ შულს თავისუფალი, უსაფრთხო, ბედნიერი გარემო აქვს. გეკითხები. მანდატი რომ არ აიღე ხელში ამით თქვენ თვლით თუ არა ამას? მომისმინე მე გეუბნები რომ ცვლილების მოსულეთო არ მანდატი რომ ხელში არ აიღე მანდატი რომ ხელში არ გიპასუხეთ მანდატი რომ ხელში არ ავიღეთ ამით ჩვენ
ერთი გაუფრთხილდით თქვენს ხმას, ამ შემთხვევაში ფიგურულად ვუწევთ თქვენს ხმას, გაუფრთხილდით იმ განაცხადს, რომელიც თქვენი ხმით რომელ პარტიასაც მიეცით. ხო, თქვენს არ მომიცია რა თქმა უნდა, კი ბატონო. დარწმუნებული ვიყო. რომელიც თქვენ გააკეთეთ ცვლილების სასარგებლოდ, დავრჩით იმის ერთგულები, რომ ამ ქვეყანაში სტატუს-კვო კიდევ 4 წლით კი არ შენარჩუნდეს, აი ეს ქაოტური დაპირისპირების ვითარება, სადაც სულ ქაოსი დაპირისპირება, უკანონო დაკავებები არამედ, ამით დავაჩქაროთ, რომ სტატუს-კვო შეიცვლება? ამით ვცდილობთ, რომ დავაჩქაროთ რეალურად ის დაკვეთა, რომელიც ამით ვცდილობთ, რომ დავაჩქაროთ რეალურად ის დაკვეთა, რომელიც თქვენი ხმით ასახეთ საბოლოო ჯამში ბიულეტინზე, რომელიც წაგართვეს. მეორე რა დაჩქარდა? დაჩქარდა ის, რომ რაიცით წამართვეს თუ არა? მივდივარ. თქვენ ხო ცვლილებას მიეცით ხმა? ხო, მაგრამ პროპორცია როგორი დაჩქარდა? თქვენ ხო ცვლილებას მიეცით ხმა? ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვიზეც ახლაც საუბრობდით თქვენ ეთერის დასაწყისში. ერთპარტიული 1%-იანი პარტიის ამომრჩეველმა შეიძლება თქვას, მე იმას რომ მივეცი ხმა და ის არ არის ხელისუფლებაში, ესე იგი მე არ ვაღიარებ. რატო შეიძლება თქვას თქვენი აზრით? რატო შეიძლება თქვას 1%-იანი პარტიის ამორჩეველმა ამ ვითარებაში რომ შეიძლება არა ხო და რატო შეიძლება ქვეყანაში არ არსებობს ქვეყანაში არ არსებობს სანდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამიტომ შეიძლება თქვას ეს რომ ის დარწმუნებულია რომ მისი პარტია მაინც უფრო მეც აიღებდა იმიტომ რომ არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ტრადიცია ამ ქვეყანაში ერთი მეორე რა დააჩქარეთ მივდივარ 4 ოქტომბერს თუ ორი არჩევნები იქნება მაინც მიდით არა სანამ არ იქნება კითხვას გისვამდით და მაგაზე გიპასუხეთ. სანამ არ იქნება არსებითად გადატეხილი ვითარება, სანამ არ იქნება დაკმაყოფილება. გამახსენდა რას გეკითხა. სანამ არ იქნება დაკმაყოფილება. ლელოს არათანმიმდევრულობაზე როცა ვლაპარაკობდით, აქედან დავიწყე. მანდატი რომ დათმო და ახლა თვითმმართველობის არჩევნებში მიდის და მანდატი რომ დათმო და არჩევნებს აზრი არ თქვა, არა აქვს და ასე შემდეგ. არჩევნების იდეა მოსპო. კი და ეხლა არჩევნებზე მიდის ეს არის რაღაც ტეხილი თუ დარღვეული თუ ზიგზაგო არ ვიცი. თქვენ რომ მივდივართ სწორად. თქვენ ეხლა კი მიდიხართ სწორად, მაგრამ 4 ოქტომბერს მეთქი რომ ორი არჩევნები ერთად იყოს და იმ არჩევნებში წახვიდეთ, თქვენ იქ იქნებით, თქვენი ხაზი იქ არ დაირღვევა? არა, გიპასუხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ სტატუს კვო რეალურად შეიცვლება, ანუ რეალურად განჩნდება განცდა იმისი, რომ ეს არჩევნები იქნება მიახლოებული მაინც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან. ანუ მივდივარ, არა, რეალობაში ხართ, სადაც ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ამ განცდას გაგიჩენთ თქვენ, რა კაი წარმოქმნა ივანიშვილმა არაფერი არ უნდა გამიჩინოს, დიანა, არც მე და არც საზოგადოებას. ეს რეალურად ჩვენ ამ შემთხვევაში პროდასალონმა პოლიტიკურმა ძალებმა და საზოგადოების აქტიურმა და არა მხოლოდ აქტიურმა ნაწილმა ერთად უნდა განვახორციელდეს და ვაიძლოთ. ანუ მოდი ცოტა უხეშად რო ვთქვათ, უნდა წამოვიყვანოთ ყველაფერი იმაზე, რომ საბოლოო ჯამში მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და ამის შემდეგ ჩაინიშნოს ისეთი არჩევნები, რომელიც რეალურად ასახავს ხალხის ნებას. ამ შემთხვევაში ძალიან მინდა ასეთი არჩევნები. ძალიან მინდა რომ ის მოწყვა ასეთი გარემო შეიქმნას. ამ შემთხვევაში გავალთ. ამ შემთხვევაში არ მოგცათ ეს 250 დღე მაძლევს ამის თქმის საშუალებას და იმედს, მაძლევს ის ამის თქმის საშუალებას და იმედს, რომ პირველი ქართველი ხალხი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ გატეხეს მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ახობაძეს 15 წლიდან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება, მაძლევს ამის თქმის საშუალებას ის, რომ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი და არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში რომელი გზით მიდის. რომელი გზით წავ, არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ გატყდა და ყაველაშვილის გადმოგდებულ შემოთავაზებაზე, რომელიც რეალურად არის მათ შორის განსახიერება უპირველეს ყოვლისა სისუსტის და იმის, რომ ლეგიტიმაციის მიღება მათთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მათთვის, ზოგადად ესეთი რეჟიმებისთვის მნიშვნელოვანია შექმნა ნორმალურობის განცდა. მაძლევს ამის თქმის საშუალებას ის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მათ შორის დღევანდელი განცხადებები ამას ადასტურებს, რომ ქართული ოცნება არის ავტორიტარული ხელისუფლება, რეჟიმი, მას ხელი არავინ არ უნდა ჩამოართოს და იმის თქმის საშუალებას, რომ 20 იანვარმა ჩაიარა რამდენიმე თვე გავიდა და სანქციების პოლიტიკა არც გაჩერებულა, არც გაჩერებულ ვიღაცები პუტინსაც არ თმევენ ხელს. ეს ზურგზეც უთათურებენ და ხო, რასე უბრებიან არ ვიცით, ვიღაცები პუტინსაც არ თმევენ ხელს და ეს ჩვეულებრივი დიპლომატია ამისთვისაა შექმნილი, რომ ტრეიფსებს ესაუბრონ, თორე მეგობრები ბევრი ძალიან ესეთი ჩარჩოს გარეშე ცილაპარაკებდნენ, არ არის პრობლემა მაგის. ზელენსკი ამბობს პუტინსთან ზაობა აქვს შეხვედრის და ამ შეხვედრაზე მიდის ლაპარაკი და უკრაინული დელეგაცია, რუსულ დელეგაციას ხვდება და მეც მინდა რომ ქვეყნის შიგნით რაღაც როგორც მოქალაქეს, რომ რაღაცნაირი გარემო შეიქმნას ისეთი, რომ სხვაგვარი პოლიტიკური კლიმატი იყოს. ეგ არის მათ შორის ერთ-ერთი ეს ვთქვათ სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმი უნდა მივიყვანოთ და მივიყვანოთ, მე დარწმუნებული ვარ იმ განაცხადით და ნაბიჯებით, რომელსაც იხილავთ უახლოეს დღეებში და დღევანდელ
დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ახსენეთ თქვენ, კი ბატონო, დაველოდები აუცილებლად მათ შორის ამის განაცხადი იქნება. უნდა მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ საბოლოო ჯამში მას მოუწიოს ლაპარაკი. მას მოუწიოს ლაპარაკი იმაზე, რომ რომ ლაპარაკს ხედავთ პირისპირ თუ ხედავთ ჩართულობას. ამ ფორმებს და ეს თქვა ვინ იქნება ამ ლაპარაკის მონაწილე და ამაზია, როცა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალები და მხარეები ჩართულობის გარეშე ლაპარაკობენ. ამას დიდი მნიშვნელობა ესეც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმიდან გამომდინარე 2021 წელს შეგახსენებთ, ხო, ანუ ყოველთვის რაღაც ტყვეების აყვანის მოდუსშია ის და შემდეგ ამ ტყვეებით ვაჭრობს. ახლა არ გამოსდის ეს, იმიტომ რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა, რომ რეალურად ტერორისტებთან არ უნდა ივაჭროს, საბოლოო ჯამში უარეს ტერორს მიიღებ, დავასრულებ. რეალურად ესეც თქვენ რა სცენარიც აღწერეთ, რომ დავავიწროთ ჩვენს შიდა პოლიტიკაზე. ესეც მათ შორის ერთ-ერთი გზა არის, ისე უნდა დავასუსტოთ, რომ ძლიერის პოზიციიდან საბოლოო ჯამში ჩვენ ვისაუბროთ. ამ ძალას ხედავთ თქვენ. ხედავ ამ ძალას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კი, ხედავ საზოგადოებისა და იმ პოლიტიკური ძალების ერთობაში, პროდასავლური პოლიტიკური ძალების ერთობაში, რომლებმაც აირჩიეს ის გზა, რომელმაც აქამდე მოიტანა წარმატება და მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც ეს ვთქვათ, ამ გზიდან გადაუხვიეს და არ დარჩნენ ერთგულები, არ თანამშრომლობის, ამ ყველაფერს ბრიფინგზე ატარებდნენ. მე არ ვდგარო არ იმ ბრიფინგებზე იმ ინტენსივობით განსაკუთრებით, როგორც ისინი, ხო, ანუ ამბობდნენ, რომ არ თანამშრომლობამ და რეჟიმთან ხელის არ ჩამორთმევამ საბოლოო ჯამში მოიტანა წარმატება. არჩევნებში შესვლა. ნახე 2024 წელს არჩევნებში რო წახვედით, ეს სხვათა შორის საინტერესო თემაა, ამაზე მიდისკუსია, ეს ვთქვათ, დისკუსია მქონია ექსპერტებისგან, ეგრო 2024 წელსაც რუსული რეჟიმი იყო. არა, იმიტომ რომ მე მართლა ჩემს გარშემო დამისვამს ეს კითხვა, რომ 2024 წლის არჩევნებში შესვლა, ან არ ვიცი, 2012 წელს ივანიშვილი სააკაშვილთან ითანამშრომლა არჩევნებში რომ შევიდა, ან თქვენ ივანიშვილთან ითანამშრომლეთ არჩევნებში რომ შეხვედით? ხო, 2024 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული სტატუს-კვო და 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არსებული სტატუს-კვო კობახიძის იმ მოღალატეობრივი განცხადების შემდეგ არსებითად და შინაარსობრივად განსხვავებულია. 28 ნოემბრის შემდეგ ჩემთვის ამ ქვეყანაში ყველაფერი არაკონსტიტუციურია და გასულია კონსტიტუციის ჩარჩოების მიღმა და რაც შეეხება იმას ვითანამშრომლეთ თუ არა, 2024 წლის შემდეგ მოხდა ის ყველაფერი, რაც მოხდა, რომ ყველამ გარედან და შიგნიდან მოაქცია მორალურ და საერთაშორისო იზოლაციაში. ორი არჩევნები ერთად თუ იქნა, ან სადღაც მალევე თუ იქნა ახალი ვადამდელი არჩევნები, თქვენ წახვათ იმ არჩევნებში. სტატუს-კვოს, გიბასხობ, სტატუს-კვოს არსებითი გადატეხვის შემდეგ, როდესაც გვექნება ჩვენ ისეთი ვითარება, რომ სტატუს-კვოს გადატეხვა რას ნიშნავს? ივანიშვილი ჩემოდანს ჩაალაგეთ, წავა და ივანიშვილი მოდის იმ დათმობებზე, რომ აქ არჩევნები ტარდება, ზუსტად ისეთი დათქმებით, რომ მინიმუმ განცდა გაჩნდეს იმის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ გვაქვს ისეთი გარემო, რომ არის სუბიექტური ცნება განცდა საზოგადოებრივი განცდა უნდა გაჩნდეს იმის, რომ ამ ქვეყანაში არის შანსი, მე ხმა მივცე და ეს ხმა არ დაიკარგოს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ჩემთვის შენთან დისკუსია.